ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. მოგესალმებით, ჯანდაცვის სტანდარტს ვიწყებთ BMG TV-ზე, რომელსაც მე ნინი ლონგურაშვილი და ამირან გამყრელიძე წარმოგიდგენთ. მოგესალმებით და მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და გამოხმაურებისთვის. დღევანდელ გადაცემას ვუთმობთ რესპირაციულ ინფექციებს შემოდგომის სეზონზე იზრდება რესპირაციული ვირუსების გავრცელების რისკი. გრიპი, კორონავირუსი და რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი აქტიურად ცირკულირებს და განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. დღევანდელ გადაცემაში დეტალურად ვისაუბრებთ სამ ძირითად რესპირაციულ ინფექციაზე, მათ გავრცელებასა და სიმპტომებზე, პრევენციის, შესაძლებლობებზე და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელი თემა ეხება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციას, რომელსაც გაგიზიარებთ, პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ინფექციების თავიდან აცილებაზე და სეზონური ვირუსებით გამოწვეული გართულებების მინიმიზაციასა და მართვაზე. ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ ვიწვევთ ალექსანდრე გოგინავას, იგი გახლავთ კლინიკა გლობალ მედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯანდაცვის სტანდარტს შემოუერთდება ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ქეთევან კობაიძე. ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით მნიშვნელოვან თემას ძუძუს კიბოს და სკრინინგის პროცედურებს. თან ოქტომბერი ვარდისფერი ფერით არის ცნობილი, როგორც მსოფლიო კამპანიის თვე, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვას და დროულ სკრინინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს. დიახ, ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვე არის და ამიტომაც ვარდისფერ ოქტომბრად იწოდება. ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის არის. ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზე არის და დღევანდელ ეპოქაშიც თანამედროვე მკურნალობის შემთხვევაში ძუძუს კიბო განაჩენი არ არის. მთავარია დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება. ამიტომაც პროფესიონალებთან და სპეციალისტებთან ერთად ვისაუბრებთ პრევენციის გზებზე, დროულ დიაგნოსტიკასა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ამ დაავადების რისკს ამცირებს. სულ რამდენიმე წუთში ჯანდაცვის სტანდარტის სტუდიას თემაზე სასაუბროდ შემოუერთდება მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე. ბატონი ირაკლი ასევე გახლავთ საკონსულტაციო ცენტრის და კარაბს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისგან მოვისმენთ რჩევებს, თუ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და რაც მთავარია, გსურს, რომ ეს ინფორმაცია მორიგჯერზე თითოეული ქალისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის იყოს მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მას მკურნალმა რა გვარ კურნოს თუ არ უთხრას, რაც სასჭირდეს. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი. რესპირაციული ვირუსული ინფექციები წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას. ისინი იწვევენ პერიოდულ ეპიდემიებსა და პანდემიებს, ქმნიან სერიოზულ ჯანდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთს და მნიშვნელოვნად აზიანებენ ჯანმრთელობის სისტემებს. მრავალი ვირუსული აგენტიდან ადენოვირუსი, რინოვირუსი, ბოკავირუსები, მეტაპნევმოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსები და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს აქვს სამ ძირითად ვირუსს. კერძოდ, გრიპის ვირუსს, კორონავირუსს, ეგრეთ წოდებულ SARS-CoV-2 და რესპირაციულ სინციტიალურ ვირუსს. ჯანმოს მონაცემებით, ეს სამი ინფექცია ყოველწლიურად იწვევს მილიარდზე მეტ შემთხვევასა და ასეულ ათასობით გარდაცვალებას. განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომენტირებულ პირებში. რესპირაციული ვირუსები გადაეცემა ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით, იშვიათად კონტამინირებულ საგნებზე კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 1-დან 7 დღემდეა. მიმდინარეობა უმეტესად მსუბუქია. თუმცა, მაღალი რისკის ჯგუფებში შესაძლოა განვითარდეს მძიმე გართულებები, გავრცელება გამორჩეულად ხშირია, შემოდგომა ზამთრის პერიოდში. ამიტომაც წელიწადის ეს დრო არის განსაკუთრებულად საყურადღებო. გრიპი, ანუ ინფლუენსა, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ყოველწლიურად აღირიცხება გრიპის დაახლოებით 1 მილიარდი შემთხვევა. მათ შორის 3-5 მილიონი
ვითარდება ძიმე, ანუ რთული ფორმებით და ყოველწლიურად გრიპის ინფექციისგან ფიქსირდება 290,000-დან 650,000-მდე ლეტალური შემთხვევა. ბუნებაში გრიპის სამი ტიპი არსებობს: A, B და C. სეზონურ ეპიდემიებს იწვევს ძირითადად A და B ტიპი. გადაცემა ხდება ჰაერით ან კონტამინირებული ზედაპირებით, ანუ დაბინძურებული სხვადასხვა წყაროდან. ამ შემთხვევებში გამორჩეულად მაღალი რისკის ჯგუფებია ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. პანდემიური გრიპი ჩნდება მაშინ, როცა ვირუსის ახალი ქვეტიპის წინააღმდეგ მოსახლეობას იმუნიტეტი არ გააჩნია. ბოლო პანდემია იყო 2009 წლის, როდესაც H1N1, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, რომელიც დღეს სეზონურად უკვე ცირკულირებს, საქართველოში 20, 24, 25 წლების სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 942 შემთხვევა, თუმცა რეალური კლინიკური შემთხვევების შეფასებითი რაოდენობა ჯერადობით ბევრად მეტია. რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი, ანუ RSV, როგორც შემოკლებით მას ეძახიან, არის ჩვილებისა და ხანდაზმულებში ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გლობალურად იწვევს წლიურად 3,6 მილიონამდე ჰოსპიტალიზაციას და დაახლოებით 100,000-მდე სიკვდილს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა 97% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. საქართველოში 20-24-25 წლებში ლაბორატორიულად გამოვლინდა RSV-ს 399 შემთხვევა, თუმცა რეალურად მისი კლინიკური გამოვლინება განსაკუთრებით ბავშვებში გაცილებით მეტია. COVID-19 გამოწვეული SARS-CoV-2 ვირუსით გახდა 21 საუკუნის უდიდესი პანდემია. ვირუსი პირველად დაფიქსირდა 2019 წლის ბოლოს ჩინეთში და გამოიწვია 760 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 7 მილიონზე მეტი გარდაცვალება. რეალური რიცხვი სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია. სიმპტომებია სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი, უმეტესობა გამოჯამრთელდება ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ვაქცინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წელს პანდემიის საგანგებო ფაზა დასრულებულად გამოაცხადა, ვირუსი კვლავ ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთანაც. საქართველოში 2020-25 წლებში დაფიქსირდა 1,887,000 შემთხვევა და 17,000-მდე გარდაცვალება. სამივე ინფექციის დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ შეფასებას, რეალურ დროში PCR ტესტებს, სწრაფ ანტიგენურ ტესტებს და საჭიროებისამებრ რადიოლოგიურ კვლევებს. პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, პირბადის ტარება, ოთახების განიავება და ხალხმრავლობის თავიდან აცილება. ვაქცინაცია რჩება მთავარ პრევენციულ ღონისძიებად გრიპისა და COVID-19-ის წინააღმდეგ. RSV-ს წინააღმდეგ არსებობს პირველი ვაქცინები ორსულებისა და ხანდაზმულებისთვის და მონოკლონური ანტისხეულები ჩვილებში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ყოველწლიურად COVID-19-ისთვის 20-24-25 წლებში შემუშავდა განახლებული ვაქცინები ომიკრონის ახალ სახეობებზე. მკურნალობისთვის გრიპის შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური და ანტივირუსული მკურნალობა. ოზელტამივირი, ანუ ტამიფლუს სახელით ცნობილი ზანამავირი, COVID-19-ისთვის პაქსლოვიდი და დექსამეტაზონი და ჟანგბადით თერაპია ყველაზე ხშირად, ხოლო RSV-ისთვის ძირითადად მკურნალობენ მხარდამჭერი თერაპიით, სითხეები, ჟანგბადი, ნებულიზაციები. ჯანმო ახორციელებს ინტეგრირებულ ზედამხედველობას გრიპის, RSV-ს და COVID-19-ის მიმართ. გლობალური ქსელის, რომელსაც ქვია Global Influenza Surveillance and Response System, ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსების მონიტორინგს, გენომურ ზედამხედველობას, პროგნოზირებას და ვაქცინაციის რეკომენდაციების განახლებას. საქართველოს ამ სისტემის აქტიური წევრია და ახორციელებს სეზონურ მონიტორინგს სამივე ინფექციაზე. დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ რესპირაციული ინფექციები, გრიპი, RSV და
COVID-19 რჩება გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად. მათი ეფექტური კონტროლი მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას, კვლევებს, ახალი თაობის ვაქცინებისა და წამლების შესაქმნელად, ადრეულ დიაგნოსტიკას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ძლიერი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემები და ერთიანი მზაობის სტრუქტურები გადამწყვეტია მომავალი ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობას მანამ არ აფასებენ, სანამ ავად არ გახდებიან. თომას ფულერი, ინგლისელი ექიმი. ბატონი ამირან გამყრელიძის ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საავტორო პროლოგის შემდეგ უკვე გადაცემას ვაგრძელებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად. სტუდიაში ჩვენთან ერთად უკვე იმყოფება ალექსანდრე გოგინავა, კლინიკა გლობალ მედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი და ქეთევან კობაიძე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი. ამერიკიდან უერთდება ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემას, სადაც საუბარს ვაგრძელებთ სეზონურ რესპირაციულ ინფექციებზე, გრიპზე, COVID-19-ზე და რესპირაციულ სინციტიურ ვირუსზე. მათი გავრცელების სიმპტომების პრევენციისა და დამტკიცებული ვაქცინების შესახებ და რაც მთავარია რჩევები და რეკომენდაციები ჩვენს მაყურებლებს თუ როგორ უნდა შეძლონ და შევძლოთ მაქსიმალურად დავიცვათ თავი მომრავლებული სეზონური და არასეზონური ვირუსებისაგან. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მოგესალმებით, მიესალმებით ტელემაყურებელს. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, ნინი. მადლობა. მადლობა. მეგობრებო, ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრობისთვის პატივია. დღეს და ეს თვეები მოგესალმებათ ჩემზე უკეთესად ორივე რესპონდენტს რო არის რესპირაციული ინფექციების სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც და ამ თემაზე გვინდა დღევანდელი ჯანდაცვის სტანდარტში ვისაუბროთ და პირველად ვიწყებთ რა თქმა უნდა მცირე ციფრობრივი მონაცემებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პროლოგში იყო, მე მხოლოდ თქვენს კლინიკებზე დავკონცენტრირდები, რამდენად მოიმატა მიმართვიანობამ ამ სამი მთავარი ინფექციური რესპირაციული ინფექციით, როგორც არის პირველ რიგში გრიპი, COVID-ი ისევ ტრიალებს, ანუ კორონავირუსული ინფექცია ისევ ტრიალებს და ასევე RSV-ს, რასაც ვეძახით, ანუ რესპირაციულ სინციტიური ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა. დავიწყოთ ამერიკის სტუმრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა ხდება ქალბატონო ქეთევან ემორის კლინიკაში? მადლობა ამირან, სასიამოვნოა რომ გინახულეთ შორიდან და მოკლედ გეტყვით რომ მე ვმუშაობ ემორის სამამტყოფოს მიდთაუნის სამამტყოფოში. ქეთევან კობაიძემ 1982 წელს წითელი დიპლომი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1988 წელს პროფესორ მიშა ნანაზაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ასპირანტურა გაიარა იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის განყოფილებაში. პროფესორ ლადო ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით სამედიცინო საქმიანობა დაიწყო უბნის ექიმად თბილისის მე-13 პოლიკლინიკაში. შემდეგ მუშაობდა ფასანაურის საავადმყოფოსა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. 1995-96 წლებში თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან დიფტერიის ეპიდემიის პროგრამის ფარგლებში, ხოლო 1996-2001 წლებში ატლანტის CDC-ს ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მეცნიერულ თანამდებობაზე. ექიმა კობაიძემ გაიარა კლინიკური რეზიდენტურა საოჯახო და შინაგან მედიცინაში და ორჯერ 2006 და 2016 წლებში მიიღო ამერიკის შიდა მედიცინის საბჭოს სერტიფიკატი. 2006 წლიდან ის მუშაობს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბაზაზე არსებულ 500 საწოლიან საავადმყოფოში, ხოლო 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ჰოსპიტალური მედიცინის განყოფილებას IIHMA-ის საავადმყოფოში ატლანტაში. 2024 წელს ქეთევან კობაიძეს მიენიჭა ტიტული კლინიკური საქმიანობისთვის, ხოლო 2025 წლის სექტემბერში პროფესორის აკადემიური წოდება. იგი სამჯერ დაჯილდოვდა Golden Apple-ის პრემიით, როგორც საუკეთესო მენტორი. პროფესორი კობაიძე აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო კვლევებსა და პროფესიულ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი იმუნოლოგიისა და შიდა მედიცინის მიმართულებით და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კლინიკური განათლებისა და ჰოსპიტალური მედიცინის განვითარებაში. უნდა გითხრათ რა ეხლა ამ ბოლო ორი კვირა მოიმატა სწრაფად, მაგრამ მოიმატა უფრო გრიპმა. თითქმის გაორმაგდა გრიპის რაოდენობა და COVID-ის რაოდენობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო. რასაც ჩვენ ველოდებოდით, ის ხდება.
მატულობს რესპირატორული და არ არის საკვირველი, ხო, ეს ზამთარი მოდის, სიცივეა და ეს ვირუსები ყოველთვის აქტიურდება. ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ გრიპზე, COVID-19-ზე და რესპირატორულ სინციდიალურ ვირუსებზე, აი ამ ყურადღების მიქცევა და სტატისტიკა ძირითადად აი ამ სამ ვირუსულ ინფექციაზე მოხდის. აქეთ რა ამბებია ბატონო ალექსანდრე? ბატონო, მოგახსენებთ, ოქტომბრის თვიდან შედარებით მეტია რესპირაციული ინფექციების წილი და თქვათ რეალურად ნაწილის დიაგნოსტირება ხდება და ვიცით, თქვათ, გამომწვევი. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ კლინიკაში და როგორც ვიცით, საქართველოშიც გრიპის შემთხვევა ჯერ ესე ვთქვათ, დაფიქსირებული არ არის. არის კოვიდის შემთხვევები, COVID-19-ით გამოწვეული, ასე ვთქვათ, დაავადების შემთხვევები და განსაკუთრებით აღნიშნავ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, იმიტომ რომ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების დაახლოებით 90%, ვისაც ეს რესპირატორული ინფექციები აქვს, ძირითადად არიან რისკ ჯგუფის წარმომადგენლები. რა შეეხება რესპირაციულ სინციდიურ ვირუსს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ კლინიკაში და ძალიან ბევრ კლინიკაში რუტინულად არ ხდება ტესტირება, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ დიაგნოსტიკაც არ არის სრულყოფილი და თქვა სტატისტიკაც რეალურად შეიძლება ჩვენ ქვეყანაში სრულფასოვანი არ გქონდეს ამ კუთხით. ალექსანდრე გოგინავა 2004-2011 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სპეციალობით სამკურნალო საქმერის შემდეგაც მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. 2011-2014 წლებში უნივერსიტეტშივე გაიარა რეზიდენტურა ინფექციურ სნეულებებში. 2016 წელს მონაწილეობდა საფრანგეთის საზაფხულო სკოლაში, ხოლო 2019 წელს კლინიკურ სტაჟირებას გადიოდა დიდ ბრიტანეთში. 2014-2021 წლებში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ექიმ ინფექციონისტად. 2016 წლიდან არის მოწვეული ექიმი თბილისის გულის ცენტრში, ხოლო 2020 წლიდან კარდიოლოგიურ კლინიკა გულიში. 2020-2023 წლებში მოღვაწეობდა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. 2020-2022 წლებში შეპესე პირველ სამედიცინო ცენტრში, ხოლო 2021-2023 წლებში თოდუას კლინიკაში ექიმ ინფექციონისტად. 2022 წლიდან ალექსანდრე გოგინავა ხელმძღვანელობს ინფექციურ განყოფილებას კლინიკა Global Med-ში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში. ალექსანდრე გოგინავა არის საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭოს და კლინიკური გაიდლაინების ეროვნული საბჭოს წევრი. კარგი იქნება თუ ეს ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც რესპირატორული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და ვიცით, რომ თქვა გვიან შემოდგომაში და ზამთარში უკვე გრიპის შემთხვევებიც გვექნება საქართველოში და აი ამ პერიოდში თუ მოხდება სრულფასოვანი დიაგნოსტიკა აი ამ სამი მძიმე რესპირაციული ინფექციის, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ როგორც აღინიშნა, ეს სამი ინფექცია არის ყველაზე უფრო მძიმე რესპირაციული ინფექცია, იმიტომ რომ მათ ახასიათებთ განსაკუთრებით მაღალი სიხშირით ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, თქვა ბრონქიოლიტები, პნევმონიები და ფილტვგარე გამოვლინებებიც, თქვა გრიპი. გრიპს უნდა ველოდოთ ჩვენთან გამოჩნდება ძირითადად ნოემბერში ყოლდა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არის მატების ტენდენცია, ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ, მოიმატებს შემთხვევები გვიან შემოდგომაზე და ზამთარში და კარგი იქნება თუ ქართული კლინიკები. აცრილები არიან ვინ შემოდიან? უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არა და ძალიან ახლა ზუსტად ეს მომენტია, რომ კარგია თუ ადამიანები აიცრებიან, ჩაიტარებენ ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომია და კარგი იქნება, ბევრი ადამიანი აიცრება და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ის ადამიანები, ვინც არიან რისკ ჯგუფში. მადლობა. ორივესთან მექნება ჩვენი შემდეგი კითხვა. ამ შემთხვევაში უკვე მზაობაზე, როგორც კლინიკების, ასევე ქვეყნები. რამდენად მზად არიან, როგორც პანდემიური და ეპიდემიური კუთხით რესპირაციული ინფექციებისა და როგორ არიან გადამზადებულები აი ამ შემოდგომა ზამთრის პერიოდისთვის საქართველოში და მათ შორის ქალბატონ ქეთევან შტატების სიტუაციაც საინტერესო არის ჩვენი მაყურებლებისთვის. ჩვენ როგორ ვემზადებით? ახლა იწყება მომზადება აგვისტოს ბოლოს, ნინი. აგვისტოს ბოლოს უკვე გამოდის ინფორმაცია, რომ უნდა მოვემზადოთ რესპირატორული ინფექციებისათვის და ზამთრის surge, რასაც ასე ეძახიან აქ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვინც მუშაობს ავადმყოფთან, საავადმყოფოში უნდა გაიაროს ესეთი მოდულია, შეკითხვების მოდული, რომელიც უნდა უპასუხო ყველამ, რომ ავადმყოფი იყოს დაცული. ერთ-ერთი პუნქტი, რომ შენ ეს გაიარე და სერტიფიკატი მიიღე, რომ გაქვს უფლება იმუშაო ავადმყოფთან, არის ის, რომ უნდა იყო ვაქცინირებული გრიპის წინააღმდეგ. და ეს აცრა უნდა მოხდეს ნოემბრის ბოლომდე. ვინც ამას არ აკეთებს, მაშინ ის ან კარგავს სამსახურს, ან კიდე უნდა დაასაბუთოს, რატომ არ იცრება. არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია აცრა. შეიძლება ცუდი რეაქცია ჰქონდა, გიომბარე ან სერიოზული ნევროლოგიური გართულება მოხდა ვაქცინაზე. უნდა დაასაბუთო, რატომ არ იცრებ, ისე რომ მე რაღაც არ ვუზნობ თავს კარგად აცრაზე, ეს არ ჭირს. ეს არის ერთ-ერთი პირველი. მეორე, გარდა იმისა, რომ აცრა უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ ფიზიოლოგიურად მაგისთვის, ავადმყოფების შემოსვლა ხდება დიდი რაოდენობით, რაც იწვევს ეს სტრუქტურის შეცვლას. ასე რომ ის მარტო არ არის, რომ შენ უნდა აიცრა, ასევე უნდა გაითვალისწინო რა რაოდენობის ხალხს უნდა მოემსახურო და ავადმყოფებს, ხო? ეს არის ასევე დაკავშირებული რამდენი ლაბორატორიის დახმარება გჭირდება, რამდენი კომპიუტერული ტომოგრაფია გჭირდება, X-ray გჭირდება, გჭირდება კიდე რაღაცა პულმონოლოგის დახმარება, ქირურგების დახმარება, მარტო გრიპი ხო არ არის, არა შემოდიან აპენდიციტი, ქოლეცისტიტით. ასე რომ ეს არის დაკავშირებული მთელ სტრუქტურის მომზადებასთან. და ეს უკვე გამოცხადებულია ჩვენ საავადმყოფოში და ჩვენც ესე ვემზადებით და ვატყობთ უკვე რომ მიღება უფრო მატულობს. მადლობა. რა ხდება აქეთ, მაგრამ მithumetes რომ საქართველოში განსაკუთრებით შტატებთან შედარებით მაჩვენებელი აცრების უფრო დაბალი არის. კი, სამწუხაროდ და ერთ რამის აღნიშნავ, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ, რა თქმა უნდა, რესპირაციულ ინფექციებზე კიდევ უფრო მეტად ვახულდება ყურადღება და ჩვენც აი ამ ასე ვთქვათ, სიახლეებს ფეხი უნდა ავწყოთ და მნიშვნელოვანია რომ მზად ვიყოთ, იმიტომ რომ ყოველ წელს განსაკუთრებით ზამთრის სეზონში, როგორც აღნიშნეთ, რესპირატორული ინფექციების რაოდენობა იმატებს. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა იყოს თავარი რაც არის, უნდა მოხდეს ვაქცინაცია მედიცინის მუშაკების, იმიტომ რომ ეს გახლავთ ასე ვთქვათ, მაღალი რისკის პროფესია და უფრო უნდა მოიმატოს პროცენტმა, იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, წინა წლების მაჩვენებლებს თუ გადახედავ, საკმაოდ დაბალია ვაქცინაციით მოცვა მედპერსონალში, რასაც აქვს მაღალი რისკები, იმიტომ რომ ძალიან საშიშია შიდა გავრცელება ინფექციის ჰოსპიტალებში და თუ თქვა ვაქცინის პრობლემა ხო არ გაქვთ ახლა დარიგდა როგორც ვაქცინა არის, კი ბატონო, ხელმისაწვდომია და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ მედპერსონალი აიცრას. ეს ერთი, მეორე ექიმები არა, აი ამაში ზოგადად მედპერსონალი, საშუალო დაბალი მედპერსონალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, საავადმყოფოებში მუშაობს და მოღვაწეობს. გარდა ვაქცინაციისა, მნიშვნელოვანია ასევე სხვა რეკომენდაციების დაცვა და ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის კონტროლის სამსახურების არსებობა კლინიკებში და გაძლიერება ამ სამსახურების. გამოსავალზე, როდესაც ვსაუბრობთ ამ მაჩვენებლების შემცირებაზე. რა უნდა იყოს პრიორიტეტი ჯანდაცვის პოლიტიკის დონეზე? ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ განვიხილოთ ახალი ვაქცინების განვითარება და შექმნა, არ ვიცი შეიძლება აქ იყოს დაავადებათა ადრეული გამოვლენა თუ სხვა მიმართულებით. საქართველოში რა შეგვიძლია რომ ამ თემაზე ვისაუბროთ? კი ბატონო, კომპლექსურია ეს პრობლემა, ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემის არ არსებობს, ალბათ ყველაფერი ერთად. ანუ მნიშვნელოვანია პირველი ის, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინები, ეს ერთი, მეორე, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ თავარი სათქმელი, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი პირობა იმისი, რომ ვიყოთ დაცულები მძიმე რესპირაციული ინფექციებისგან, ეს არის თქვათ გრიპი თუ რესპირაციული სინციტიური ვირუსი, მეორე, მესამე, უნდა იყოს გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, უსაფრთხო ვაქცინაციას მთელს ქვეყანაში, უნდა იყოს უწყვეტი განათლება, რომ ჩვენ მივიტანოთ ეს სათქმელი მოსახლეობასთან როგორ პირველადი ჯანდაცვის გოლის საშუალებით. ხო, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი კონტაქტი პაციენტებთან აქვს პირველადი ჯანდაცვის გოლის ექიმებს. ამიტომ პირველ რიგში ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული პირველადი ჯანდაცვის გოლის ექიმებთან, რომლებიც შემდეგ აუხსნიან მათ ბენეფიციარებს, ამ ყველაფრის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და შესაბამისად ეს მოგცემს ჩვენ იმ საბოლოო შედეგს, რომ გაიზრდება ვაქცინაციით მოცვა. ხო, ეს არის ესეთი შრომატევადი
ასე თქვა საქმეა საკმაოდ და დიდ ძალისხმევას მოინდობს და მოითხოვს და აუცილებელია ჩართულობა როგორც სამედიცინო სისტემის, ასევე მედიის და ასევე რა თქმა უნდა აუცილებელია სახელმწიფოს ნება და სწორი გაბიჯება. მადლობა ალექსანდრე. კეთინო, ამ ასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვა გვაქვს ორივესთან, თუ შეიძლება მოკლედ რომ გითხრათ, რესპირაციული ინფექციების ამ სეზონის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების ხშირად ხმარება და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ეს უზარმაზარი პრობლემა, რომელზეც ჩვენ ცალკე გადაცემაც გვქონდა ერთხელ, მაგრამ კიდევ ვაპირებთ ამაზე. რა მდგომარეობაა ამ ხრივ შტატებში და იგივე თქვენი კლინიკის მაგალითზე შორს რო არ წავიდეთ ახლა. კეთინო. მაგაზე მოკლედ გიპასუხებთ ამირან, რომ უზარმაზარი პრობლემა არის და გრძელდება ანტიბიოტიკის ზედმეტად გამოყენება. ამიტომ ამანტყოფი რო შემოდის, კარგად უნდა დაესვას დიაგნოზი. თუ ამანტყოფს აქვს ბაქტერიული პნევმონია, ან კიდე თუ არის ვირუსმა შეიძლება გაართულოს, ხო სუპერიმპოზ ინფექცია გააკეთოს. ყურადღება უნდა მიაქცია ამანტყოფის კლინიკურ მდგომარეობას, თბილობრივად თუ ფიქრობ, რომ იქ შეიძლება იყოს ბაქტერიული პნევმონია, უნდა დაიწყო ანტიბიოტიკი. მაგრამ ვირუსულს ეტიოლოგიურად ანტიბიოტიკი არაფერს არ შველის. ამიტომ ჩვენ ანტიბიოტიკს არ ვხმარობთ კოვიდის დროს, ვირუსული დაავადების დროს, თუ არ არის იქ რაღაცა სერიოზული დაავადებაზე, ბაქტერიულ დაავადებაზე ეჭვი. აი ამას ვიტყვი, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. თვითონ რეზისტენტობა როგორია თქვენი კლინიკის მაგალითზე? რეზისტენტობა ძალიან იცვლება და მე ვიმუშავე მაგაზე და გავაკეთე იმაზე კარბაპენემის რეზისტენტობაზე, კლეფსიელაზე, კვლევა M2-ში. არ არის ძალიან დიდი პროცენტი მადლობა ღმერთს, მაგრამ გვაქვს. ამიტომ მთელი ჯგუფი მუშაობს სტიუარტშიპი ინფექციონისტების, რომ ანტიბიოტიკი ზედმეტად არ იყოს გამოყენებული. არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეზღუდულია და მართლა ინფექციონის შეუძლია. ალექსანდრე, თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? თქვენი კლინიკის ამ საერთოდ მაგალითი. ინიშნა რა გლობალური პრობლემაა ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ წავედ დგას ეს პრობლემა და ვცდილობთ რომ ასე თქვა რაციონალურად გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ბაქტერიოლოგიური კვლევის და სხვა არასპეციფიური კვლევის ასე თქვა შედეგების მიხედვით იქნეს გამოყენებული, თუმცა პრობლემა ის არის, რომ როდესაც მომართავს პაციენტი, იმათ დაახლოებით 60-70% უკვე ემპირიულად დაწყებული აქვს ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ასე თქვა მიუღებელია, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული პროცესია და ვირუსულ პროცესზე ანტიბაქტერიული მკურნალობა არანაირი ეფექტის მომტანი არ არის და პირიქით საზიანოა. აქედან გამომდინარე კიდე იგივეს გავიმეორებ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის რგოლის ინფორმირებულობა და იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება თუ ამ რგოლში არ მოგვარდება ეს პრობლემა და იმასაც აღნიშნავ რომ ჰოსპიტალში არსებული უკვე მიკრობები არის საკმაოდ რეზისტენტული და რთულად სამკურნალო და რთულია შემდეგ დადებითი შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით რეანიმაციულ ასე თქვა დეპარტამენტებში. ბოლო კითხვა გვაქვს ყველა დიასპორის წარმომადგენელთან. 30 წელია დაგვტოვე ჩვენც და ფასანაურიც. ამ ხნის განმავლობაში ახლა რითი ეხმარებით ჩვენს ქვეყანას ან რა პროექტებს და რა კავშირი გაქვთ ისევ თქვენ სამშობლოსთან? აქცენტ პასანაური და ყოველი გამოსვლა ჩემ თარდება დედაჩემის სანები. დედაჩემა იქ 45 წელი იმუშავა პასანაურში და პასანაური ჩემი ნაწილია, როგორც თბილისი და ინფექციური საავადმყოფო და თქვენ. ერთადერთი რაც შემიძლია, აი გაგიზიაროთ აქ როგორ კეთდება საქმე და გავაკეთოთ ისე, რაც შეიძლება ქართველებისთვის უკეთესი იყოს თვალსაზრისით და პირველად ჩავედი და ინფორმაციას ვიძლეოდე ბოტულიზმზე, ინფანტ ბოტულიზმზე, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში ეს არ იყო დიდების ბოტულიზმი. ლექციებს ვუკითხავდი, ხალხს ვისაც აინტერესებდა ამ ამბის მოსმენა და ძირითადად ეს იყო ჩემი ცოდნის გაზიარება. და აქ თუ ჩამოდიან ვიღაც ქართველები, ხშირად ხვდები ქართველ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ აქ განათლების მიღება სამედიცინო სფეროში ძირითადად. და აი მას ველაპარაკებით და ადრე უფრო ადვილი იყო იცით კოვიდამდე, რომ ხალხი ჩამოდიოდა რაღაც უყურებდა ჩვენ აქ მუშაობის სტილს. ექიმე ქართველები ძალიან მონდომებული და განათლებული ხალხი ვართ. ესე იყო მუდამ და ესე იქნება. ყველას უნდა რომ ყავდეს განათლებული შვილი, რამოდენიმე განათლების და განათლება არის არაჩვეულებრივი იარაღი, რომ წინ გაიწიო და უფრო მიეხმარო შენ თავს და შენ საზოგადოებას, სადაც ცხოვრობ.
და აი ახაც ნოემბერში ჩამოვდივარ საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტში ვლაპარაკობთ რა შეიძლება როგორ შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ რაც მე ვიცი, მე თქვენ გაგიზიარებთ, რაც თქვენ იცით, თქვენ მე გამიზიარებთ და ეს ყველაფერი ეხმარება ჩვენს მუშაობას, ჩვენს ცხოვრებას, ურთიერთობას, ცხოვრება გადის ძალიან სწრაფად. და ძირითადად აი ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება თუ ვინმე საინტერესებს სიამოვნებით უზიარებ, რამდენი კონფერენციაც იყო, ჩამოვიდოდი და თუ რაღაცა საშუალება იყო რომ მოხსენება წამოგიხავ, კითხულობდი. ეს არის ჩემი ძირითადი დახმარება ქართველებს და საქართველოს ჯანდაცვის მიმართ. დიდი მადლობა. გელოდებით ნოემბერში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ნოემბერში გელოდებით, შეგხვდებით ალბათ. მადლობა, ნუ ეჩვენა. მადლობა ალექსანდრე, მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ გამომკლავდებით სეზონის ახლა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისათვის და საინტერესო მსჯელობისთვის. პროფესორი ქეთევან კობაიძე, შეერთებული შტატების ემურის უნივერსიტეტიდან და ალექსანდრე გოგინავა გლობალმედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი იყვნენ. დღეს ჯანდაცვის სტანდარტში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია, აცრა ყველა მოქალაქისთვის არის უფასოდ ხელმისაწვდომი და ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობითვე იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებული არის სწორედ იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელი არის გრიპის სეზონზე. და გრიპის ვაქცინა, რომ დაავადების გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა არის, ამაზე მედიცინა თანხმდება, თუმცა მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს მითები, რომლებიც იმუნიზაციის პროცესს აფერხებს. მარია მიზორია მიმუშავა თემაზე, მოგვიმზადა სიუჟეტი, სადაც ყველა კითხვებზე მიიღებთ პასუხს, მათ შორის იმ მითებზე და ლეგენდებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს დაავადების გავრცელების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ის არა მხოლოდ იცავს ინდივიდს მძიმე დაავადებისგან, არამედ ამცირებს სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა ზამთრის პერიოდში აქტიურდება. ამიტომ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ევროპული ქვეყნების შტატები, კანადა და საქართველო ვაქცინაციის აქტიურ კამპანიას ოქტომბრის დასაწყისიდან ან შუა რიცხვებიდან იწყებენ. დროული აცრა საუბარია ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდზე აუცილებელია, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბება საშუალოდ 2 კვირა სჭირდება. ქვეყნებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი მაგალითად სამხრეთ კორეაში ფიქსირდება, სადაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 86% იცრება. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში საუბარია 65 წელზე მეტი ასაკის პირებში. გრიპის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი დანიაში ფიქსირდება. ვაქცინაციის მაჩვენებლით ჩილე და დიდი ბრიტანეთიც ლიდერობენ. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთია. ქვეყნის მოსახლეობა ვაქცინის მიმართ ღიაობით სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გრიპის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო საქართველოშიც და რაც ყველაზე მთავარია, ვაქცინაცია სრულიად უფასოდ პოლიკლინიკებში, ებექსის და დიდი კლინიკების ფილიალებშია შესაძლებელი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქსი გრიპ ტეტრა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით დღეს ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ამის მიუხედავად მსოფლიო და მათ შორის საქართველოს იმუნიზაციის მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა მითებია. გადავწყვიტეთ ყველა ის მითი დაგვემსხვრია, რომელიც დღეს იმუნიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალურია. მითი ნომერი 1. გრიპის სერიოზული არ არის, ამიტომ ვაქცინა არ მჭირდება. გრიპი საკმაოდ სერიოზული ვირუსული ინფექცია, რომელსაც სიკვდილობის მაღალი პროცენტი ახასიათებს, განსაკუთრებით დაბალი ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულებში და ადამიანებში, რომელთაც აქვთ თანხმლები დაავადებები ქრონიკული. რაც უფრო მეტი ასაკის არის ადამიანი, მეტი თანხმლები დაავადება, ნამდვილად მითია და უნდა დავანგრიოთ, იმიტომ რომ გართულებებიც საკმაოდ ბევრი აქვს. მარტო შარშანდელი სეზონი ჩვენი საქართველოს მონაწილეები რო ავიღოთ, პნევმონია იყო ძალიან ბევრი, რომელიც გართულ და გრიპის შემდგომ პერიოდში, ამიტომ გრიპი არ არის უბრალოდ დაავადება. მითი ნომერი 2. გრიპის ვაქცინა თავად იწვევს გრიპს.
გრიპის ვაქცინა არ არის ცოცხალი ვაქცინა. იმიტომ არის სწორედ ორსულებისთვის, ანუ რისკ ჯგუფში შედიან 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები, ორსულები და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები. რადგანაც ორსულისთვის შესაძლებელია რომ აიცრას, მარტო ამითაც უნდა იფიქრონ, რომ ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, ამიტომ თვითონ გრიპის ვაქცინა აცრის შედეგად კლინიკურ ნიშნებს არ იძლევა. ვიღაცებს შეიძლება ეშლებათ MMR-ი, ესე ლათინურად, ანუ წწ ქართულად, წითელ-წითურა ყვაყურას ვაქცინა, ეს არის დასუსტებული ცოცხალი ვაქცინა, რომელიც აცრის შემდეგ შესაძლებელია წაშლილი ფორმით დაავადება განვითარდეს. გრიპის ვაქცინა არ იწვევს. მითი ნომერი 3. გრიპის ვაქცინას შეუძლია სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ვისაც აქვს ვიცით დადგენილი ალერგია კვერცხის ცილაზე ან ქათმის ცილაზე, ასეთ ადამიანებთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და თქვათ არ უნდა ავცრათ. ან თუ ერთხელ აიცრა ადამიანი და მას დაემართა ანაფილაქსიური შეხვი აცრის შედეგად. სხვანაირად სხვა გვერდითი მოვლენები განსხვავებულად სხვა ვაქცინებისგან გრიპის ვაქცინას ნამდვილად არ აქვს. მითი ნომერი 4. ვაქცინა გავიკეთე, მაგრამ მაინც შემხვდა გრიპი. ესე იგი ის არ მუშაობს. გართულებები იმდენად ბევრი აქვს დაავადებებს, რომ ჩვენ გვიცავს აცრა გართულებისგან, მაგრამ სადღაც 60%, 80%-ით გვიცავს თვითონ დაავადებისაგან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ნებისმიერი გრიპის ვაქცინა, რომელიც ყოველ წელს ახალი მზადდება, იმაზე გათვლით, თქვათ, რომელი 4 შტამი იქნება იმ წელს აქტუალური და რომელმა შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების მატება და ეპიდემია, თქვათ. 2A და 2B შედის წრევანდელ ვაქცინაში, როგორც წესი ესე შედის ხოლმე, მაგრამ შტამები იცვლება ზოგჯერ და შესაძლებელია სხვა ვირუსი შეხვდეს ადამიანს და ყველაფერს გრიპს ეძახიან. ზამთრის სეზონში გრიპის A და B ტიპის გარდა ცირკულებს ძალიან ბევრი სხვა ვირუსი. ყველა იძლევა კლინიკურ ნიშნებს დაახლოებით ერთნაირს და გონიათ ხოლმე ზოგჯერ რომ თუ ტესტი არ ჩაიტარა და კვლევა რომ გრიპით დაავადდა, ამ დროს შესაძლებელია მას სხვა ვირუსი შეხვდეს. მითი ნომერი 5. ორსულად ვარ, ამიტომ გრიპის ვაქცინა არ უნდა გავიკეთო. პირიქით ორსულმა უნდა გაიკეთოს, იმიტომ რომ ორსული, როდესაც გაიკეთებს გრიპის ვაქცინას, ის დაცულია მთელი ერთი წელიწადი 11 თვე, 12 თვე ეს ვაქცინა იმუნიტეტს იწვევს და გრძელდება იმუნიტეტი, ამიტომ ის ადამიანი დაცულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაყოფისთვის ძალიან საშიში შეიძლება იყოს მძიმედ განვითარებული გრიპი და ორსულები რისკ ჯგუფებია, იმიტომ რომ უფრო მოწყვლადი ფენა ორსულები და ადვილად შეიძლება თქვა გართულებები გამოიხატოს, მათ აუცილებელია რომ აიცრან ორსულები. მითების საწინააღმდეგო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას უარყონ მითები და ყოველწლიურად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალება სეზონური გრიპით გამოწვეული სერიოზული ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. მედიცინა ეს არის გაურკვევლობის მეცნიერება და ალბათობის ხელოვნება. უილიამ ოსლერი. ჩვენ უბრუნდებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირებული თემით, ძუძუს კიბოს სკრინინგი. და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, ინტერესდებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანის ჯანმრთელობას ეხება. დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილს ვუძღვნით ძუძუს კიბოს სკრინინგს, თემას, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დროული დიაგნოსტიკა და ეფექტური სკრინინგი ხელს უწყობს მკურნალობის უკეთეს შედეგებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ჯანდაცვის სტანდარტს სამ თემაზე სასაუბროთ შემოვერთ და ირაკლი კოხრეიძე, მამოლოგი, ბატონი ირაკლი, ასევე გახლავთ საკონსულტაციო ცენტრის და კარაფს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც გაგვიზიარებს როგორც სკრინინგის თანამედროვე მიდგომებს, ასევე გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც საქართველოში გვაქვს ამ მიმართულებით. მოგესალმებით ირაკლი. გამარჯობა. დიდი მადლობა ბატონ ირაკლი, თქვენი სტუმრობისთვის. პატივია ჩვენი ჯანდაცვის სტანდარტის გადაცემისთვის და დავიწყებთ პირველი კითხვით. მოგესალმებით, ოქტომბერია. უბრალოდ გავიდა ოქტომბერი, მაგრამ ოქტომბერი ყველგან აღინიშნება ვარდისფერი ოქტომბერი, როგორც ძუძუს კიბოს ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების თვე. და ძალიან ბევრი გადაცემები იყო ამ თვის განმავლობაში და ჩვენც ესეთ უკვე ნოემბრის დასაწყისში გვინდა შევაჯამოთ გარკვეულად ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული საკითხები. მოგესალმებით, ქალბატონებში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც გლობალურად, ისე ჩვენთან. მოდით ჩვენით შემოვიფარგლოთ ჯერ, ანუ რა ხდება, როგორია სტატისტიკა ჩვენთან ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა, რა მიღწევები გვაქვს და ამავე დროს რა გამოწვევები.
დიდი მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო თემებზე საუბარს ვაპირებთ. ირაკლი კოხრეიძე არის TSSU-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და კარავს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი ასევე წარმოადგენს ევექსის ჰოსპიტლების მამოლოგიური მიმართულების კოორდინატორსა და ონკოლოგს, ჰემატოლოგია ონკოლოგიის კლინიკური ბორდის წევრს. ირაკლი კოხრეიძე ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2005 წელს მიიღო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ონკოლოგიის სპეციალობით. პროფესიული კვალიფიკაცია გაიღრმავა ლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში და სემაშკოს უნივერსიტეტში მოსკოვში. 2008 წელს მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ კიბოს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კიბოს პრევენციისა და მოლეკულური პრევენციის პროგრამებში ვაშინგტონში. 2012 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი რეკონსტრუქციულ და ონკოპლასტიკურ ქირურგიაში ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტში მილანში. ირაკლი კოხრეიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ძუძუსა და გინეკოლოგიურ ონკოლოგიას, ონკოპლასტიკურ ქირურგიას, კიბოს პრევენციასა და თანამედროვე თერაპიული სტრატეგიების დანერგვას საქართველოში. ირაკლი კოხრეიძე აქტიურადაა ჩართული ონკოლოგიური სერვისების განვითარების, კლინიკური გაიდლაინებისა და კვლევების ინტეგრაციის პროცესში. ძუძუს კიბო წარმოადგენს გლობალურ ტვირთს, არამარტო საქართველოს ონკოლოგიისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში ის წარმოადგენს ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებად ონკოლოგიურ პათოლოგიას. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ეს მაჩვენებლები ასევე დრამატულად მატულობს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. საერთო ონკოლოგიურ სტრუქტურაში ის იკავებს ქალთა მოსახლეობაში პირველ ადგილს და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ყველანაირი პროგნოზით 2050 წლისთვის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძუძუს კიბოთი ავადობის და დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში სიკვდილობის მაჩვენებელი კვლავაც მაღალი იქნება. განსხვავებით მაღალ განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც თითქმის 20 წლის განმავლობაში მცირედად, თუმცა მაინც აღინიშნება ამ დაავადებისგან სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირება. 1-2%. ბატონო ირაკლი, რომელ ასაკობრივ ჯგუფებს ხვდებით, აი რისკი ყველაზე მაღალი რომელ ასაკობრივ ჯგუფში არის და დღეს საქართველოში რომელ სკრინინგის რომელ პროგრამებზეც გვაქვს ხელმისაწვდომობა. რამდენად თანხვედრაში არის ეს სკრინინგ პროგრამების საერთაშორისო რეკომენდაციები? საერთაშორისო რეკომენდაციები ჩვენ გვავალდებულებს, რომ სკრინინგი ქალთა მოსახლეობას შევატაროთ 50-დან 70 წლამდე, თუმცა საქართველოში იმ გაანგარიშებით, რომ დაავადების მატების მაღალი ტენდენცია ნარჩუნდება 40-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ეს გრძელდება, რომ სკრინინგი ჩატარდეს 40-დან 70 წლამდე ასაკობრივ პოპულაციაში 2 წელიწადში ერთხელ. ეს არის კონტინგენტი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დაავადების წარმოშობის მაღალი რისკის ჯგუფს, ეს არის ბილატერალური ორმხრივი მამოგრაფია, ეს არის ულტრასონოგრაფიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში ციტოლოგიური კვლევა, ასევე ექიმ სპეციალისტის მომსახურება, მისი გასინჯვა, პაციენტის გასინჯვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ არის შერჩეული ტარგეტული პოპულაცია, თუმცა ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ ჩართულობის თვალსაზრისით და სკრინინგით მოცვის თვალსაზრისით, რაც უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის. აქ თქვენი მოსაზრებები რა არის, რომ რატომ არ ერთობიან ჩვენთან? მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, რაც ტარდება, ვიცი ახლა ეს მე საკმაოდ კარგად, ამასთან ახლო შეხება მქონდა, ამ სკრინინგში რატომ არ ერთვება მოსახლეობა? ჩვენ აქ ეს პრობლემა მულტიფაქტორულია. ეს არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით აქტიური, აგრესიული შეიძლება მარკეტინგული კომპანიები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამის პოპულარიზაცია მოხდეს. ეს ერთის მხრივ. მეორე, რატომღაც ასე აღიქმევა ხოლმე, რომ რახან უფასოა, ის შეიძლება არ იყოს მაღალხარისხიანი და ამ თვალსაზრისითაც, ანუ ერთი ცნობადობის გაზრდის კუთხით, რომ ადამიანი მივიდეს ამ პროგრამაში და მეორე, რომ იქ ის მიიღებს მაღალკვალიფიციურ სერვისს, ეს არის მეორე საკითხი. რეგიონებში წვდომა
ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სერვისი არის გაძნელებული და არსებობს მაგალითად რეგიონები საქართველოში, ეს არის წალკა, ეს არის თქვა ახალქალაქი, ახალციხე, დედოფლის წყარო, თქვა რამოდენიმე რეგიონი, სადაც საერთოდ სერვისზე წვდომადობა არის არ არის. და ასეთ ადამიანს, ასეთ სუბიექტს არც აქვს мотивация რომ არ არის მამოგრაფია, არ არის სერვისი. უფრო საინტერესოა ის რომ შეიძლება რაღაც დიდ რეგიონულ ცენტრებში, რომლებიც ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობენ, იქ იდგეს კომპიუტერული ტომოგრაფიც, MRI კულტურის აპარატიც და თქვა შეიძლება სხიური თერაპიის რამოდენიმე ამაჩქარებელი, მაგრამ არ იყოს ელემენტარული ის პირველადი საშუალებები, რომლებიც მეორეულს პრევენციას უზრუნველყოფს და გადაარჩენს ადამიანს, ხო? წვდომადობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ხშირად ფულს უნდა ხარჯავდეს თავის საკუთარ დროს, კონდეს სურვილი, რომ ჩაერთოს ამ ჩავიდეს სინცელში. სამწუხარო ამბავია, დაწყებულია ორგანიზება სკრინინგის, თუმცა მაინც ის რჩება ოპორტუნისტურ სკრინინგად. და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც არ ხდება ამის აუცილებელ ღონისძიებად გატარება. მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ცნობადობის დონის ამაღლება და გარკვეული პასუხისგებლობის დაკისრებაც კი მათზე, რომ თავიანთ კონტინგენტში მათ უზრუნველყონ შესაბამისი თარგეტული ჯგუფებისთვის ამის აუცილებლობის პრომოცია. თქვენ იმას ახლა ეს კითხვა იყო, რომელიც მე უნდა დამესვა, მე ოჯახის ექიმთან დაკავშირებით ის რომ მეც ასევე გეთანხმებით და დიდი ხანია ამას გადაგებ, რომ ყველაზე დიდი პასუხისგებლობა აქვს ონკოლოგის კი არ არის, არამედ ოჯახის ექიმების არის, რომ ოჯახის ექიმს ამაზე კონდეს რაღაც წახალ, რაღაც კი არა, სერიოზული წახალი. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მისი ვალდებულება, მაგრამ მოგეხსენებათ ვალდებულებასთან ერთად ეს პილოტი დაიწყო, მე მგონი როგორც მე ვიცი გარკვეულად და სადაც სკრინინგის ეს ინდიკატორი ჩაჯდა. ძალიან კარგი იქნება ეს. სკრინინგ ცენტრი ეს არ არის დიაგნოსტიკური ცენტრი, ეს არის ცენტრი, სადაც ხდება ადამიანების, მოდით ასე ვთქვათ, დახარისხება ცუდი სიტყვა, სელექცია, დაავადების წარმოშობის დაბალი და მაღალი რისკის ჯგუფები. ჩვენ სკრინინგის პრობლემებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ კონტინგენტს, რომელიც სკრინინგულ კვლევებზე დადის, ეს არის ერთი და იგივე კონტინგენტი, რომელიც ისედაც ივლიდა დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ხშირ შემთხვევაში. ისედაც ივლიდა დიაგნოსტიკურ. ჩვენი ამოცანა ისეთი კონტინგენტის ჩართვა, რომელიც ამ პროგრამაში არის. პირველად ჯანდაცვის ექიმის ძალიან სერიოზული პასუხისგებლობა. ანუ ექიმსა და პაციენტ შორის სწორედ ისეთი ურთიერთობა უნდა იყოს ოჯახის ექიმს შორის, რომ მას უნდა სჯეროდეს თავისი ოჯახის ექიმის. აი საერთაშორისო გამოცდილებას თუ მაგალითად მოვიყვანთ, აი სხვა ქვეყნებში განვითარებული ქვეყნების მაგალითიც რო შევადაროთ. ჩვენსას რამდენად დიდი სხვაობა არის, აი იგივე პირველად უზარმაზარი სხვაობა, მაგალითად სკანდინავიური მოდელი სკრინინგის ალბათ ძუძუს კიბოს შემთხვევაში ითვლება უნივერსალურ ოქროს სტანდარტად და იქ მოსახლეობის 60%-ზე მეტი არის ჩართული სკრინინგში და ეს იძლევა სწორედ იმას, რომ ონკოლოგიური დაავადებისგან სიკვდილობის მაჩვენებელი მცირდება. რეალურად უცხოეთში ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი განმასხვავებელი საქართველოსგან. უცხოეთში სისტემა ეძებს სუბიექტს. საქართველოში სუბიექტი ვალდებულია, რომ ეძებოს სისტემა. ეს არის შესაძლებელი. ბედნიერეკლი ამ მიმართულებით რას გვიქადის 21 საუკუნე, როდესაც აი ესეთ ტექნოლოგიურ განვითარების ერაში ვართ, ხო? რამდენად პერსპექტიული არის დღეს საქართველოსთვის ხელოვნური ინტელექტი და ამ მიმართულებით რა სიახლეებს შეიძლება რომ ველოდოთ, რაც უფრო მეტად განავითარებს, ან შეიძლება ადამიანებამდეც უფრო მარტივად მივიდეს იგივე ტელემედიცინის თუ აი რეგიონების აი ამ მეტად წინ წამოსაწევად? მე ვფიქრობ, რომ რეგიონებში თუ დაიძლევა, ვთქვათ, მობილური რენტგენოლოგიური სერვისები, ხელმისაწვდომობა და აი ამ მაღალი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი კვალიფიციური მსხვილი სამედიცინო ცენტრები, ამ პრობლემას ჩვენ გადავლახავთ. ტელემედიცინით ინტეგრირებული რენტგენ-მამოგრაფის ჩატანა რეგიონში მე არ მიმაჩნია ადეკვატურ ღონისძიებად ეხლა ამ სიტუაციაში, ამ პირობებში შეიძლება 10 წლის შემდეგ კი, მაგრამ ეხლა მთავარია ამ პრობლემის პოპულარიზაცია. უცხოეთი
ახსენეთ თქვენ და მაგალითად იქ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში დასაწყის ეტაპზე ეს არ არის საქართველოს სკრინინგში არ ჩართო საქართველოს რაღაც ინდივიდუალური თავისებურება, მოსახლეობის ინდივიდუალური თავისებურება. ბალტიის ქვეყნებშიც იგივე იყო და თქვათ იმ სოფლებიდან და რაიონული ცენტრებიდან ხდებოდა ვაუჩერიზაცია. სატრანსპორტო ვაუჩერიზაცია. გამოყოფილი იყო თანხები ტრანსპორტზე, რომ ეს ადამიანები ჩასულიყვნენ სკრინინგის ნორვეგიაში ტაქსის ფულს უხდიან, რომ ჩავიდნენ წინ და უკან. არის ამის აუცილებლობა კიდე? ამიტომ ბევრი ღონისძიება, რომელიც არის გასატარებელი, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მოჭარბებულია ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული მაღალი ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ეს ძალიან კარგია. არსებობს რენტგენ მამოგრაფები, რომლებიც საშუალებებს იძლევა 5-10 წლით ადრე დიაგნოზის დადგენის, თუმცა ალბათ ჩვენ უნდა დავიწყოთ სათავეებიდან. თავარი ცნობიერებს. და ბოლო კითხვა თქვენთან ასეთი თქვენ ძალიან გამოცდილი მამოლოგი ბრძანდებით თქვენს ქვეყანაში და მაინც კონცენტრაცია ახლა გავაკეთეთ მხოლოდ და მხოლოდ ძუძუს კიბოზე. რადგან ოქტომბერი იყო და აი კიდე რა უნდა გავაუმჯობესოთ ის რომ ძუძუს კიბოთი პაციენტები ნაკლები წავიდნენ უცხოეთში. ანუ იყვნენ არ გვაკლია ჩვენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ეს მოგესალმებით ახლა ალბათ დამიჯერებთ რომ კარგად ვიცნობ საქართველოს. ნამდვილად. დიდი მადლობა შეკითხვისთვის ბატონ ამირან. ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის სერვისების ფრაგმენტიზაცია. ფრაგმენტულობა სერვისების, როდესაც ადამიანის სხვა სერვისი ღებულობს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში და არ არის ცენტრალიზება. მეორე ძალიან სერიოზული პრობლემა არის ქაღალდზე არსებული მულტიდისციპლინარული ბორდები. ქაღალდზე, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე არსებული მულტიდისციპლინარული ბევრ კლინიკაში, ბევრ ცენტრში ეს არის, კეთდება და მისასალმებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს არის ქაღალდი. NCDC-ს უნდა ჰქონდეს კონტროლის მექანიზმი. უნდა ცხადდებოდეს 3 წლიანი და 5 წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი, არა მარტო 5 წლიანი, 3 წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი. აუცილებლად უნდა იყოს მკურნალობის დაწყება არაუგვიანეს 21 დღის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დაავადების მართვა. და სახელმწიფოებრივად უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, კიბოსთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება თანამედროვე გაიდლაინებს და რა თქმა უნდა სკრინინგის გაძლიერებას. აი ჩვენთან გვაქვს ყველა ის თქვათ აღჭურვილობა თქვენ რაც გჭირდებათ როგორც ქირურგს ახლა რომ იგივე დონეზე გაკეთდეს თქვათ ჩარევა, პირველ რიგში დიაგნოსტიკა, მხედველობაში მაქსმე. რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემდეგ მორფოლოგიური დიაგნოსტიკა და შემდეგ ეს. ანუ ვენდობით ყველაფერს როგორც პირადად მე აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა რომ პაციენტს უმკურნალოთ იმ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რომელიც არის მთელ მსოფლიოში. თუ ჩვენ გავაუმჯობესებთ ყველა იმას, რაც ემოთ ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ამ შემთხვევაში შეიქმნება ერთიანი სისტემა და ნაკლები ადამიანი წავა უცხოეთში ამ სერვისების მისაღებად. და ბატონი რექტორი ეს კი არ გქონდა შესაძლებლობა გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებლად მინდა ჩვენს გადაცემაში ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და იმ ქალებს რეკომენდაციის სახით თქვენი მხრიდან ვუთხრათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება რჩევის სახით და რა უნდა გაითვალისწინონ პირველ რიგში. ყველაზე მარტივი რაღაცა თვითგასინჯვის ტექნიკის ცოდნა ძალიან მარტივია და ეს მათ შეუძლიათ ნახონ, წაიკითხონ ძალიან მარტივია. აუცილებლად სკრინინგში ჩართულობა 40-დან 70 წლამდე ეს არის უფასო. გთხოვთ რომ მიხვიდეთ ჩაერთოთ სკრინინგულ პროგრამებში და მიიღოთ ეს სერვისები აბსოლუტურად უფასოდ. მეტი ფიზიკური აქტივობა, ნაკლები მავნე ჩვევები, თამბაქო და ალკოჰოლი და როგორც გითხარით, ყვებით რაციონში მეტი ბოსტნეული, ხილი, თევზეული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ერაკლი. ირაკლი კოხრეიძე, მამოლოგი, საკონსულტაციო ცენტრის და კარავს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. ჯანმრთელობა ცხოვრებაში პირველი მოვალეობაა. ოსკარ უაილდი. ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციით გემშვიდობებით, ეს იყო ჯანდაცვის სტანდარტი ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად.
შევხვდებით BMG-ზე ზუსტად ერთ კვირაში. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. მადლობა ყურადღებისთვის. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.